მოგესალმებით. დღეს კი ახალი ეპიზოდია, მაგრამ რეალურად ჯერ კიდევ გუშინ არის. უბრალოდ ორ ეპიზოდად დავყოფთ ამას. კიდევ ერთ პოდკასტში მივდივარ, მოვიდე სახში გამოვიცვალე, შიოს ახლა ვაჭმევ. თან მივდივარ, თან ვაჭმევ. შიო. ჭამე, ნუ გაგეფანტაგონება. თან ასტოკენებს, თან ხწავიქცე. მოდა მიყვან დედა ჩემთან. ვერ ვასწრებ ვერაფერს. მაგრამ ეს სიმართლე გითხრათ, მივხვდი რომ თბილისში მანქანობანას ჯობია, იმიტომ რომ ესე უფრო სწრაფად გადავადგილდები, ვიდრე სანამ ვიპოვი ხოლმე პარკინგს და სანამ საერთოდ მოვერგები, სად მივდივარ, ვისთვის მივდივარ და ასე შემდეგ. ეს პარკირება ძალიან რთულია და საცობები ძალიან ხელს მიშლის, ვერ ვასწრებ ბევრ რაღაცის გაკეთებას რა, ესე უფრო ხან ტელეფონში ვარ, ხან რაღაცას პოსახებ, ხან რაღაცას ვიზამ, ისე არაფერი გამომდის. დღეს ეხლა მივდივარ პოდკასტში, მე უნდა ისევ გამოვიქცე სახლში. მოკლედ მაგარი მურტალია ბავშვს რო აჭმევ რა, იმდენი არ მეწველება, რამდენიც მინდა რომ მეწველებოდეს. და ხელოვნურზე არ გადამყავს. და მიწევს რა ესე შუალედებში გაიქეცკა, აჭამე მიიყვანე, იქ მიიყვანე, აქ მოიყვანე, ვერსად ბოლომდე ვერ ვტოვებ. არც თუ ისე ცუდი ყოფილა ნიუ-იორკში რომ სუზედ მყავს, უფრო მარტივად უმკლავდები სხვათა შორის რაღაცებს. მოკლედ დღეს ამ პოდკასტს რომ მოვჩვევ, მე უნდა დავბრუნდე, ვაჭამო, მე ავიდე სახში ჩავბარგდე. ხვალ დილიდან, დილის 6 საათზე, ყველა მითხრა 6 საათზე არ არის მატარებელი ბათუმშიო და ვიყიდე და როგორ არ არის. დილის 6 საათზე მივდივართ ბათუმში, მივდივართ 2 დღით. ჩვენი არაჩვეულებრივი თანამშრომლის ბათუმის ფილიალის ანუკის დაბადების დღერაშუაში, ღმერთო გაცშვი. სიცხესგან ვერ ვასწრებ. ქორწილია, ქორწილი. ხო და ქორწილში მივდივართ. ხვალ დილას გამთენიისას. ამ ქორწილში მივდივართ, ერთი სულიცე მიყვარს ქორწილები, ვაიმე. ოღონდ ვინმე ქორწილში დამპატიჟოს, აი არ იცით როგორ მიყვარს ქორწილები. გიჟდები და რატომღაც არ დავდივარ ისე ხშირად როგორც მინდა. ხო და აი ანუკის ქორწილში მივდივართ ბათუმში. თანაჭარაში, ქორწილი საერთოდ ცალკე მთელი მიმართულება არის აჭარული ქორწილების საუკეთესოა. ხო და 2 დღე მანდ მე ვბრუნდებით და მე ისევ ვაგრძელებთ გადაღებებს, ძალიან ბევრი გადაღება გვაქვს. იცით რას ვფიქრობ, თქვენ გუშინ არ მყავდით ხო თან იმასთან რომ ვიყავი მეისონ ქეთისთან. ტანსაცმლის ბრენდია, ვინც არ იცით, არ მგონია რომ ვინმე იყოს ვინც არ იცოდეს. 2 კაბა, ერთი მეცვა გუშინდელ პოდკასტში. ხო და ის კაბა აღარ მინდა და ერთი არის, აი როგორია, იცით, ჩითის კაბას რო ეძახიან, ანუ არაფერი ნაჭერი განსაკუთრებული, მაგრამ ულამაზესი პრინტია და ულამაზესი ფორმა და ეგ კაბა მინდა რომ ჩავიცვა ქორწილში და ნეტად ეხავს ეგეთი კაბის ჩაცმა, მაინდა-მაინც რაღაცა საბანკეტო კაბა უნდა გეცვას. თუ ეგ არის საბანკეტო, აი მე ეგ მაგრად მიჭირს, რომ გავარკვიო რა არის გამოპრანჭული და რა არის არ გამოპრანჭული, იმიტომ რომ ჩემი გამოპრანჭვა და სხვის გამოპრანჭვა სხვადასხვა მცნებაა. მე ცოტა სხვანაირად წარმომიდგენია ეს გამოპრანჭვა. აი მე ცამცხე ხა მან არ დაიძინოს, არა. დედიტო, ნუ გაგეფანტაგონება. ჭამე. ესე როგორ შეიძლება? დედიკო. კარგად დავიფაროთ, ეს ნიუ-იორკი არ არის აქ. ვიღაცამ შემთხვევით კერდი რო დაინახოს, გაგლანძღავენ ალბათ. აუ, ვიღაცამ თქვა მის წინებზე, გოგო აჭმევდა ბავშვს სადღაც. ოღონდ ეს აჭმევდა რა, ჩემსავით რო ვერ გაიგებ ვერაფერს. და ვიღაცა ბიჭმა თქვა, რომ აუ, ნუ ვერ ხვდები, ეს უკვე ძალიან ზედმეტი არის ეს ხალხში ჭმევა. ტუალეტში მაინც გავიდეს, აი ტუალეტში მე რატო გავიდე? რატო შეიძლება იმ კაცს რო გავიდეს ტუალეტში და ტუალეტში ჭამოს? იმ რესტორნის ნაცვლად, ანუ იმ რესტორანში წავიდეს ტუალეტში და იქ ჭამოს რა. ბავშვმა რატო უნდა ჭამოს ტუალეტში? ვინმე მომიხსნას ეს? ან თუ არ გინდა, ნუ უყურებ რა. ან არ გინახავს, ან ფულს არ იხდი ხოლმე რომ ნახო? ან ერთ სული არ გაქვთ რომ ნახოთ რა, აჰა, დედაა რა. დამიჯერე, სექსუალური არაფერი ამაში არ არის. სახე გვაქვს ახეული. დაღლილები ვართ და დაწელილი ძუძუები გვაქვს. ეხა, აღარც გვიჭმევია ჩვენი შვილებისთვის. ვიღაცა ვაიმე დედა. ძალიან ცხელა.
წავედით. იმედი მაქვს რომ ჩემი მოვიდა უკვე. არ მომიწევს ლოდინი, თორე დავაგვიანებ. და მე ვერ ვიტან დაგვიანებას. არასდროს ვაგვიანებ. ჩემი მიზეზების გამო არასდროს. ყოველთვის მივდივარ წინასწარ, ყოველთვის მივდივარ კარგ დროს. არა, ისე პრინციპში რას ვატრაკებ, არც თუ ისე ძალიან ცხელა, უარესით შეიძლება და გრძელმკლავიანი მაცვია და ну ცხელა, მაგრამ ისე არ ვარ რომ მოვკვდა. სუმინდა ხოლმე ეს მაღაზია, აი ესეთ მაღაზიები რო არის. აი რა არაფერი აწერია ზედ, სუმინდა რომ იქ შევიდე და ყველაფერი დავთვალე, რომ გიჟდები. გიჟდები. ეგ არის ჩემი საყვარელი სახეობა და ნუ ქართველი დიზაინერები მეტაფერი არ მინდა. აი საჭმელი არ მშია, ოღონდ ეგ დამათვალიერებინა და აი დაურეკავ, ხა გავიგებ სად არის და მე ჩაქრთობთ პოდკასტთან რომ მივაყ. გავარბივართ. დავტოვეთ. შია, ოვი. და გავარბივართ. ისე ხმერთო ძალიან ცხელა, უკვე ძალიან ცხელა. მე 4 საათი რა მოვასკდი ძალიან დამცხა. ესე იგი, ნიუ-იორკში ხო აი წამი არ მაქვს ისე რა ვისუნ თქვა. აქ შევდივარ, აქ წამი არ მაქვს. ერთი დასვენება კი მინდა. ну ერთი დღე, ორი დღე. ისე რომ არაფერი ვაკეთო. არ არსებობს აი ეგეთიც რო იყოს, მაინც რაღაცას ვიპოვე რომ გავაკეთო. მოვიდა ტაქსი. ყველა გამოვიქეცე. ესე იგი ერთი წუთია. 2 საათი არც 1 წუთია. შუან გზაში დავდგეთ და დაგვინახოს. არა. ცაცხა. მარჯობა. რეკორდულ რაოდენობაში დროში მოვედი ამ გადაცემაში. ანუ საათი და არ ვიცი. ვინმე ვიდექი უბრალოდ. ამჯერად თბილისში მე. ანუ უბრალოდ ვიდექი. მაგრამ მზად ყოფნაში პირდაპირ შემაგდეთ რომ დრო არ წაგართოთ. საათად შე. მე მზად ვარ. ორი თვე არას დავიწყე YouTube 20,000 გამოვწერი მყავს. არ მეგონი მე. რამდენი გყავთ თქვენ? ამის ბევრი ხა. მილიონი? მილიონი 325 და რა მაგარი ბიჭი ხარ, ყოჩახ. მაგრამ იცი რას ვაკეთებ? აი ესე ყოველდღე ვდებ, რასაც ვაკეთებ. ანუ კბილებს გახეხვა იქნება თუ ჩემქვართან ჩხუბი იქნება თუ თქვენთან მოსვლა პოდკასტში, ასე ვდებთ. და არ ვჭრი. აი ვიღაცამ რაღაცა რა თქვას დებილობა, ეგეც გავა. მახარა. მონტაჟი გეზარება, ალბათ და მაგითი არა. რა თქმა უნდა. ვაფშე არ მინდა არანაირი მონტაჟი. სწორად მივდივარ? არა, თუ დავამონტაჟებ, არა, ისედაც დაგიგვიანეთ, არა ნორმალურად და ეხა კიდე. არა, კარგია, ანუ აქ ამხელა სივრცე არის თავისი ამბებით. $60 ვაუ. ვუმ. ვუმ ბამ. ვუ. პირველად რომ მივეცი იმას არია. არჩილო. მე პირველად მივეცი სადღაც 18 წლის რო ვიყავი თქვა. ვიეცებს ტელეფონი მივეცი ზუსტად ეგრე ეჭი რა. ვერტლა? მეც. ყოველი საგანი რომელსაც ვერ იგებ და რას აკეთებ. აქ რო დავდო ჩემი ნაგავი. სო ეგრე ვარ მეც. აზზე რა ვარ, რას ვაკეთებ? დაბნეული ვარ ძალიან. შემოვდივარ ვზივარ, რას ვაკეთებ, მითხარით? ცენტრალური. სავარდოში. თავარდში. ნაის. კაი, ახლა ამას გავთიშავ და მე არა. მე ხა ვიტყვი რომ აქ მოვედი და მე რაც მოხდება გადაცემაში, ეგ უკვე თქვენი ამბავია. მეგონი ხალხმა იცის უკვე სადაც მოხდა. ხა და მე მოკლედ უყურეთ. როდის უნდა გვიყურონ? 5 შაბათს. 5 შაბათსო. ოკეი. გადავრჩი. გაცემს მოწევა კარგი. ცოტა სველი წერტილი დარჩა აქ, მაგრამ არა უშავს. რაღაც წერტილი უშველებელი ტრაკი მაქვს, მაგრამ არა უშავს. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა. კაი, გავთიშავ ხა და ისე დავემშვიდობები, მაგრამ წითელი ვარ.
არა სხვათა შორის. ნახე რა კარგად გამიძლო. რამ გამიძო? შენივე იმას. ჩემივე. აბა შენთან ვერ გამაპიარე და ჩემთან ხო ვერ გამაჭერებ. ის სიხმარი ძალიან კაი არის. ემასათი. რატომაც არა, მაგრამ ნუ ტონალურებს ხმარობ მან. შენ გონია რომ ეხა ვიტყვი რა არა? მაგრამ უკეთ ინტელექტი ტყილად ვარ? მის. ის ინტელექტი. შეთითხმელი ის არის პრიზი. კი. რა მოიგე? არა. ციფრები არ გადმოგწეს ეს ტონა. კი, მარქსი და ენგელსი ეგრევე. კარგით, მოკლედ მეგობრებო, ეგ არის და ეს აუცილებლად როდის გავა? შემდეგ ხუთი. გავა არა, ის ხუთშაბათს დაიდება. დაიდე. დღესდებ, ხო? არა, არა, როცა მეტყვით მაშინ, ანუ მერე ან მანამდე. ჩვენ ვდებთ, გეტყვი, შემდეგ ხუთშაბათს არის 16 ივლისი. კაი, ანუ რა გირჩევნია, დავდოთ 16-ში, 15-ში, 17-ში. შენ როგორც ალბათ ჯობია რომ დღეს ან მეორე დღეს ან ცოტა. არა, წინა დღეს რომ ცოტა გახურება იყოს, რომ აი გვიყურონ. მაგრამ მე როგორც მივხვდი, არ სჭირდება გახურება, ისედაც ყველა. მინიმუმ ასეთის ძალიან კაი. აქ რაც არის თბილისში. მოვიგე გული. ძალიან დიდი მადლობა. შეგიძლია ბუბუს გამოართვა დამტენი, რომელიც გზაში რომ მქონდა ნუკის დამტენი მომეცი თქო რა. და ოვისაც გამოართვა დამტენი. საერთოდ სადმე დამტენს თვითონ ყველა მომეცი. ეხლა მოვედი ხალხის სახლში. მე მგონი პირველად აი პოდკასტზე არ გადავიღე დიდათ არაფერი, იმიტომ რომ ძალიან დავიბენი. რომ მივედი ხო ეგრე მომაყარეს რომ ძალიან ისე და ისე და ისე და ისე და მე მივხვდი რომ მართლა ძალიან ბობოქარ პოდკასტში მოვხვდი სადაც ალბათ მაგრად მათრავენ და მე მგონი მაგრად მათრიეს კიდეც არ ვიცი უნდა ნახოთ თქვენ ეგ გადაცემა და მითხრათ ძალიან შევირცხვინე თავი თუ ისე რა გავერთე ოღონდ ეს ის არ იყო რომ არ გავერთე მაგრამ თან ალბათ მაგრად მათრიეს არ ვიცი, ისეთი დაღრილი ვიყავი იდეაში რომ მივედი საცობში ვიდექი საათნახევარი სანაპიროზე და არადა სპეციალურად წავედი ადრე რომ არ დავაგვიანო და ასე შემდეგ და მოკლედ მაინც დავაგვიანე. და ძალიან შემშურდა იმ ადამიანების, ვინც აი ესეთი მიდგომით არის რა, ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები. არა, არიან, ანუ კი, მაგრამ ეს მიდგომა რო გაქვს, რომ შეგიძლია თქვა, რომ აი მე ვარ ყველაზე მაგარი. ეგ არის საოცრად მაგარი თვისება. იმიტომ რომ რაღაცაში მაგარიც რო ვიყო, ყველაზე მაინც არ გამომდის რა ეს თქვა. ძალიან დაღრილი, ეხლა უნდა დავიძინოთ უთუოდ, არ აქვს მნიშვნელობა გვეძინება, არ გვეძინება, სულ გვეძინება, უნდა დავიძინოთ, იმიტომ რომ დილის 6. სხვა შეს გითხრა რომელ საათზე არის, მომტარებელი არ გაინტერესებს მას. რომელ საათზე უნდა ავდგეთ, რომელ საათზე ვიყოთ. შენ ამდენ ხანი გჭირდება მას მომზადება? 1 საათი? კაი, მოიცადე რა. მოიცადე წიუწუნა 1 წუთი მოიცადე ახლა ვნახოთ აბა ვნახოთ ვინახე მაშ ასე ჩვენი ბილეთები არის ახლა ვიღაცები მომწერენ რომ არ არის ბათუმში ბილეთები მაგრამ არის ხალხო არის ჩვენ გავდივართ 6 საათზე და 20 წუთზე 5 საათზე არა იქ უნდა ვიყოთ 6 საათზე და 20 წუთზე. კი არ უნდა. შენ ხო 1 საათი გჭირდება რომ მოემზადო. ესე იგი 5-ზე უნდა ადგე. არ გინდა დენი დაგარტყა? კაი, ის წამოიღე, მატარებელში დაგარტყავ. კარგით, მოგეთ, არ ვიცი რომელი საათია. კარგად ქვიანი ყოფილა 11 საათი. ვარჯიშსაც ვიყავი. ეხლა დღეს ისეთზე. ძალიან ვისაჭკავე. თავი არ მქონდა არაფრის და სხვანაირად არ გამოვიდა. არ ვიცი რამ ხელა გამოვიდა დღევანდელი პოდკასტი. ბავშვი უნდა დავაძინო, კოცნით გეხოვით თქვენი ნუკი კოშკელიშვილი. ძალიან ვიყვარხართ და გნახავთ ხვალ. თუ ჯერ არ გამოგიწერიათ ჩემი გვერდი, ეგრე იძახიან ხოლმე. არა დიდი. გამოიწერეთ, იმიტომ რომ ყოველ დღე ვდებთ ვიდეოებს. ყოველ დღე. ნახვამდის.